სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში ყველის არარეგისტრირებული საწარმოები გამოავლინა. ობიექტების საქმიანობას რეგისტრაციის გარეშე ეწეოდნენ, მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. ამოღებული სურსათი კი დაილუქა და განადგურდა. თამარ ჩიკვატიას სიუჟეტი. არაჰიგიენური სამუშაო გარემო, დაბინძურებული ინვენტარი და ჭურჭელი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში არარეგისტრირებული საწარმო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მეორედ დააჯარიმა. წარსულში სააგენტოს მიერ წარმოების შეჩერების მიუხედავად მეწარმემ ყველის შეუსაბამო პირობებში წარმოება განაგრძო, რის გამოც განმეორებითი დარღვევისთვის 5,000 ლარით დაჯარიმდა. გამოვლინდა და დაჯარიმდა კიდევ ერთი არალიცენზირებული საწარმო დედოფლის წყაროში. საწარმოს მუშაობა შეაჩერეს, ამოღებული სურსათი კი დალუქეს და გაანადგურეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საჯარიმო სანქციები გატარდა, აეკრძალა წარმოების პროცესის განხორციელება და ზედამხედობა განხორციელდა, ახორციელებს თუ არა, აგრძელებს თუ არა ამ პროცესებს. მუდმივად უწყотად ხდება მოკვლევავი ისეთი არაორგანიზებული მეწარმეების, რომლებიც ახორციელებენ ესე არალეგალურად, ეგრე ხეშად რომ ვთქვათ, რძის წარმოებას ქვეყნის მასშტაბით. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წელს კიდევ უფრო გააძლიერა რძისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოების კონტროლი. ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა რძის 45 არარეგისტრირებული საწარმო. აქედან 20 უკვე მიმართა სააგენტოს საქმიანობის კანონმდებლობის შესაბამისად გასაგრძელებლად. ინსტიტუტი, რომელსაც ვენდობ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ ენიც მოჩლექას არ აკეთებენ და საკმაოდ ესე მკაცრად ხდება ნებისმიერი კონტროლი. ახალი თანამედროვე სტანდარტები ძალიან მკაცრია. ეგრეთ წოდებული რეზინის მილი რო ოდნავ უხეშად ხონდეს დაგდობილი გადაგზა, ამისთვის დაგაჯარიმებენ. დაგაჯარიმებენ საქართველოში. რეაგირება და პრევენცია. გარდა აქტიური კონტროლისა, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს და კონსულტაციას უწევს დამწყებ მეწარმეებს, იმისთვის რომ მათი საქმიანობა პირველივე დღიდან სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ნებისმიერი მეწარმე ინფორმირებულია და ეს ინფორმაცია საჯაროა დევს საიტზე სურსათის ეროვნულ სააგენტოსი თუ როგორ უნდა იყოს მაგალითად მოწყობილი რძის გადამამუშავებელი საწარმო. ამის შემდეგ აუცილებლად სჭირდება აღიარება. ეს არის სურსათის ეროვნულ სააგენტოს მხრიდან, ასე ვთქვათ, ნებართვის მიცემა რომ იმუშაოს. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოუწოდებს მეწარმეებს უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო გარემო, რათა მომხმარებლამდე მხოლოდ ხარისხიანი და უვნებელი პროდუქტი მივიდეს.